Sandro საღამომშვიდობისა, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და ხართ სტუდიაში სტუმრად. 187 მილიარდიანი დახმარება უკრაინას ევრო ამ შემთხვევაში და ამის პარალელურად რუსეთს 311 მილიარდი დოლარი. ამაზე საუბრობს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და დამეთანხმებით რომ 311 მილიარდი 187 მილიარდთან შედარებით საკმაოდ მასშტაბურად გამოიყურება, საკმაოდ შთამბეჭდავია და ამავდროულად უნდა გავიხსენოთ ალბათ ცალკეული ევროპელი ლიდერების განცხადებებიც რომ აი ეს დამოკიდებულება რუსეთზე სამწუხაროდ ვერ შეიცვლება, ასეთი იყო მათი პოზიცია და განცხადება 2027 წლამდე. ამავდროულად აი ამ ფონზე საუბრობენ რომ ჩვენ უნდა დაგვეწესებინა პირდაპირი სანქციები რუსეთისათვის. რამდენად მყარია ის არგუმენტები, რაც აი ამ კონტექსტში თუნდაც დღეს მოისმინეთ? რუსეთ-უკრაინის ომი ბევრი პრობლემა გამოავლინა. ეს არა მარტო რუსეთის იმპერიალიზმის რაღაც გამოვლინება იყო, არამედ ასევე ის პრობლემები, რომელიც დასავლეთში ზოგადად არსებობს. აი მაგალითად თავისთავად ვაჭრობაში არაფერი ცუდი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელებს საერთოდ არანაირი სანქციები რო არ დაეწესებინათ რუსეთისთვის. ვაჭრობა ჩვეულებრივ გაგრძელებულიყო, მაგრამ ის შემოსავლი, რაც მათ ჰქონდათ, სულად იარაღის სახით და სხვა ტიპის დახმარებით გადაეცათ უკრაინისთვის, უკრაინა შეიძლება ეს ომი უკვე მოეგო. ანუ ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ აი მაგალითად როცა ნავთობზე უარი თქვეს ევროპელმა ქვეყნებმა, იმ წელს იმ თვეს გაიზარდა ნავთობის იმპორტი ინდოეთიდან, რომელიც აქამდე არ ხორციელდებოდა და ყველას ეს მომდევნო რუსეთის ნავთობია, მაგრამ არავინ არ იმჩნევდა ამას და გასაგები იგივე ხდება მაგალითად როცა გერმანიიდან გაიზარდა ექსპორტი ყირგიზეთში დანადგარების. და ნუ ეხლა გასაგები ყირგიზეთში არანაირი ინდუსტრიული რევოლუცია არ მოხდა რა, ყველას ესმის რომ რუსეთში მიდის ეს დანადგარები, მაგრამ იგივე ხდება ჩვენ ქვეყანაში გადის უამრავი რაღაც პორშე იყიდება რამდენჯერმე უფრო მეტი ჩვენ ქვეყანაში ის ფაქტობრივად რუსეთში იყიდება, მაგრამ ეს ყველას ესმის. და მიუხედავად ყველას ესმის, ექსპორტზე საუბრობ ამ შემთხვევაში. რეექსპორტი ხდება ხო ან სხვა ქვეყანაში ან შუა აზიის ქვეყნებში შედის და მე იქიდან გადადის რუსეთში, მაგრამ ეს არც დარღვევა. იმიტომ რომ საქართველოსთან პირდაპირ რუსეთში მიდის თუ რეექსპორტს. არც ერთი შემთხვევა არის სანქციების რეჟიმის დარღვევა, იმიტომ რომ ფორმალურად რა ვიცი რაღაც მანქანა ვიღაცა მიყიდა და მე სადაც აიღო ვიცი რა საქმეა. და იქიდან სად გადავიდა? ბოლოს ეს ევროპელების პრობლემაა, ანუ ჩვენ მხარეს ეს არ ეხება და არც ყირგიზეთს ეხება რამენაირად. მაგრამ პრობლემა მასია, რომ ევროპელებმა იმის ნაცვლად რომ აი მაგალითად გერმანიის შემთხვევაში იმის ნაცვლად რომ რაღაც ირიბი გზებით უფრო დიდი დანახარჯით მიყიდონ ის დანადგარები რუსებს, უფრო ეძუნათ იმას, რომ ტაურუსებს არ აძლევენ, რაკეტებს არ აძლევენ უკრაინელებს. არ ჯობია წესი ადევაჭათ რუსეთთან და ეს ფული გამოიყენებინათ და მიეცათ რაკეტები უკრაინისთვის. ანუ გამოდის რომ განცხადებების დონეზე ძალიან ბევრი კაფიო განცხადება კეთდება მხარდასაჭერი, მაგრამ საქმეზე რომ მიდის ბევრად ნაკლები კეთდება და ამასობაში რაღაც ათასობით ადამიანი იხოცება ფრონტზე. და ამიტომ ეს მართლა პრობლემაა, სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ხა ალბათ მაყურებელს არ გაუკვირდება რომ თქვა რომ პოლიტიკოსები ხშირად იტყუებიან და ასე შემდეგ, მაგრამ ერთია როცა პესიაზე მოიტყუებია, შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ ათასობით ადამიანის სიოსპლეა. აი ოპოზიციის ნაწილი მაგალითად დღეს გაკეთებულ განცხადებებს თუ გავითვალისწინეთ, პრობლემას ვერ ხედავს ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის გადახდილ მილიარდებში, თუ ეს ანგარიშწორება ესეთი იყოს ზუსტად ციტატა რომ მოვიყვანოთ, თუ ეს ანგარიშწორება არის კანონზე დაფუძნებული. ნუ, ავიცი, მე ზოგადად ვაჭრობაში პრობლემას ვერ ხედავ. მე პრობლემას მე შეხედავ, რომ ევროპელები არ ეხმარებიან უკრაინას სათანადოდ. მაგრამ არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი ერთის მხრივ, ანუ თუ კანონზე არის დაფუძნებული შეიძლება და კანონის გვერდით ავლით თუ მიეწოდება მილიარდები ამ შემთხვევაში რუსეთს, ეს არ შეიძლება. რამ მნიშვნელობა აქვს, ანუ რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი რომ კანონზე იყოს, თუ ის არის მთავარი ამბავი რომ რუსეთს მიეწოდება თუ არა მილიარდები. ანუ ჩვენი გადამხდები რა თქმა უნდა ჯობია რომ არ მიეწოდებოდეს. მაგრამ ნუ ეხლა მე ზუსტად არ ვიცი რა განცხადებაზე თქვენ საუბრობთ, მაგრამ იგულისხმება თუ სანქციების რეჟიმს არ ღვევ, ალბათ ეს უარესია ვიდრე არ არღვევდნენ, მაგრამ ჩემთვის რომ არ არღვევ, მაგრამ ყირგიზეთი ყავს შუაში ჩაკვეხებული, ან მაგალითად ჩინეთის გავლით ან რაღაც ჰონკონგის გავლით რაღაც ხდება, ну, ამაში დიდი შველა არ არის. ამაშია საქმე. ჩემი გადმოცემა ჯობია რომ ის პირდაპირ და ღია ვაჭრობა ყოფილიყო. ჯობია რომ პირდაპირ და ღია ყოფილიყო ვაჭრობა და ამის ნაცვლად ევროპელებს უფრო ძვირი კი არ გადაეხადათ ნავთობში, არამედ ნაკლები გადაეხადათ, ფული დაეზოგათ, მაგრამ ეს ფული მიეცათ უკრაინისთვის სხვა სახით.
აი ამ ყოველფრის ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ შეიძლება ითქვას პირდაპირ თუ გავითვალისწინებთ მაჩვენებელს გაჩაღებული ვაჭრობა რუსეთთან, IPP იგივე ევროპის სახალხო პარტიის ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართავს, სახალხო პარტია და აი ამ წერილის მიხედვით, რომელსაც რუსთავი ავრცელებს საქართველოს მთავრობას სანქციებისთვის გვერდის ავლასში და თავის არიდებაში ადანაშაულებს. მართველი გუნდი ამ წერილს მტრულ საქმიანობად მოიხსენიებს, ამბობენ, რომ შეხვედრაზე უარის გასასამართლებლად ევროკავშირში საბაბს ეძებენ, რადგან არგუმენტების მოსასმენად მზად არ არიან, ასეთი არის ხელისუფლების პოზიცია და აქვე აღსანიშნავია და მაყურებელსაც შევახსენებ, რა თქმა უნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის IPP, იგივე ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ოჯახის წევრი და არის მათი ლობისტი. აი ამ ტიპის პოზიციონირება რას გეუბნებათ? პირველ რიგში სანქციების რეჟიმი დარღვეული ყოფილიყო და ამაზე რომ მტკიცებულება ყოფილიყო, მე მგონი უფრო სერიოზული ხალხი გააკეთებდა განცხადებას, იმიტომ რომ ევროპარლამენტარები მაგალითად საერთოდ არ ფლობდნენ განსაკუთრებულ ინფორმაციას. აი რომელიღაც მთავრობას რო გაეკეთებინა გერმანიის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს ან თავის საფრანგეთის იტყოდი რომ სპეცსამსახურების ინფორმაცია, რამე მტკიცებულება გამოჩნდა და უფრო სერიოზული იქნებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ იყო ეს განცხადება გაკეთებული, მტკიცებულები არაფერი არ გამოჩენილა. აი როდესაც ამბობთ, რომ სახელმწიფოს რო გაეკეთებინა, თქვათ რომელიმეს, ხო, ოფიციალური განცხადება. ცოტა პრეპერიოდსაც რომ გადავხედოთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ რამდენიმე წლის წინანდელ განცხადებას გახსენებთ, ამ შემთხვევაში გააკეთა განცხადება. იქ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ამაზე, შავხრელებზე იყო ხატია დეკანოიძის მხრიდან საუბარი. მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, როდესაც ჩვენთან სუსმა მოითხოვა უკრაინას მოთხოვა, რომ მტკიცებულებები მოეცათ, რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ დაიდო და ამის შემდეგ ჩამოსულებიც იყვნენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები საერთაშორისო და თვითონ მათ თქვეს, რომ ვერაფერი ვერ ვნახეთ და არაფერი მსგავსი საქართველოში არ ხდება. ბევრი იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა მტკიცებულებები არავინ არ დავდო, მაგრამ აქ პრობლემა ეს არის, რომ ეს IPP ეს ხარიან უმეტესად თქვა ევროპარლამენტარების საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული და ხშირად საერთოდ ძალიან დაბალი გავლენის მქონე ადამიანები, იმიტომ რომ არანაირი ასე უფლება მოსლება არ გააჩნიათ, მათ ღმერთმაც როგორ ირჩევენ ხოლმე ზოგჯერ ბევრად უფრო დაბალი ლეგიტიმაცია აქვს ვიდრე ნაციონალური პარლამენტის წევრებს და უმეტესად რაც ვაკვირდები ზოგადად ძალიან ცუდად ინფორმირებულები არიან არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე, არამედ ჩვენ კონკრეტულ ქვეყანაზე და აი გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის რა უსნაურ რეზოლუციებს იღებდნენ და რა უსნაურ ჩანაწერებს აკეთებდნენ თუნდაც ხო და ამიტომ მათ ინფორმირება დიდი ალბათობით დამოკიდებულია იგივე რეზოლუციებში არსებულ ჩანაწერებს განცხადებებს ეს ხომ ფაქტია ჩემი კოლეგების პრობლემაა ოპოზიციაში რომ ან ტყუილზე ან სასურველ რაღაცა ის გაუგებარ პოზიციაზე აშენებენ თავის პოზიციებს და მე ამით უპრესებენ ქართლოსნებას არჯობია მართლა რაც იცი და მტკიცებულება აქვს ის გამოიყენო თუ გაქვს იმისასაც რომ ისეთი რაღაც გაავრცელო ისეთი რაღაც ინფორმაცია მიაწოდო შენ კოლეგებს ევროპაში რომ მე აი ესეთი რეზოლუცია გამოვიდეს რომელსაც ქართული ოსნება მე გააკაცლებს. ეს პირველი შემთხვევა არის ასეთი რამდენი ასეთი ვთქვათ სრულ ინფორმაციაზე აწყობილი პოზიცია გვინახავს ჩემი კოლეგებისგან, რომელიც მე მათ თვითონ აზიანებდა. ამიტომაც არის ჩვენ მგონია რომ მოსყიდულები არიან ეს ხალხი, იმიტომ რომ უბრალოდ ზოგჯერ უცნაურიც არის რომ ოპოზიციაში ასე იქცევიან. ნახეთ, სულ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრები იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, შეხვდნენ IPP-ის წარმომადგენლებსაც. შესაძლებელია თუ არა და უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ აი ამ წერილის შედგენაში შესაძლებელია მათაც კონდეთ მონაწილეობა მე. ზოგადად ხა კონკრეტულად ფაქტზე როგორ გითხრათ, მაგრამ ეს ნორმალური პრაქტიკაა, როცა სხვა პარლამენტარები ერთმანეთს ინფორმაციას ასწვდიან. ჩვენს მაგალითად ხა გერმანიაში ქონდა ვიზიტი და ხვდებოდით პარლამენტარებს AfD-სგან, ერთ ყველაზე პოპულარული პარტია გერმანიაში ხლა ვინც არის და ბუნებრივია ვსაუბრობდით საქართველოში რა ხდებოდა, ვეკითხებოდით რა ხდება გერმანიაში და ასვლით, ამიტომ კონკრეტულ დეპუტატებს შეუძლია თქვა, რომ საქართველოს ინფორმაცია მათ შორის ჩვენგანაც აქვს მიღებული. ხა IPP-მ რაზე დააფუძნა ეს მე არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ხლა თუ ვინაიდან IPP-ის წევრები არიან თუ ნაციონალური მოძრაობა, ძალიან ლოგიკურიც იქნება, რომ მათთან კონსულტაციით ეს ყველაფერი იყო მიღებული. პრობლემა იმაშია, რომ რა საჭიროა ამის გაკეთება. გეგონება საქართველოში შეიძლება ჭირდებოდეს მაშინ ასე გითხავთ IPP-ის აი ამ ფორმით და აი ასე რეზოლუცია იყო თუ გაიხსენეთ უამრავი რეზოლუცია იყო მაშინ ევროპარლამენტში, რომელიც არანაირი გავლენა არ იქონია არაფერზე, არც ევროკომისიაზე, არც რომელიმე ნაციონალური მთავრობის გაწყვეტილებაზე, მაგრამ აქ იყო ინფორმაციულ საბაბად გამოყენებული. და რა ვიცი, ერთკვირიანი ისტერიკა იყო ატეხული ხოლმე რაღაც ხდება. აგი რეზოლუცია
მიიღეს, რეზოლუცია მზადდება, რეზოლუცია იწერება, რეზოლუცია მიიღეს და მე არაფერი არ მოხდარა. და ზოგადად ასე აწყვებილი სამწუხაროდ ოპოზიციურ ფლანგზე ინფორმაციული ველი, რომ ერთკვირიანი ისტერიკებით უპირისპირდებიან ქართულ ოცნებას, რომელიც თამაშობს ძალიან გზელვადიან თამაშს. ხომ ოპოზიციაში ხარ, სანდრო, რას ნიშნავს, როდესაც ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ მტკიცებულებების გარეშე საკუთარ ქვეყანას შესაძლოა გვერდს უვლიდეს. აი ამ ფორმულირებით საუბრობენ საკუთარ ქვეყანას. ნეიტრალურ სიტუაციაში ვიტყოდი რომ სისულელია, მაგრამ შინაარსობრივად ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ ძალიან დაუჯერებელია რომ ეს ხდებოდეს შემთხვევით და ჩემი ეს არის უბრალოდ შეთანხმებული თამაში ქართულ ოცნებას და ყველას შეიძლება რომ ვიღაც შეიძლება სულელი იყოს, მაგრამ რომ უბრალოდ არაფერზე სერიოზულად ლაპარაკი საქართველოში არ დაიწყოს. არც ერთ თემაზე დისკუსია არ დაიწყოს. ერთკვირიანი ისტერიკა რაღაცაზე ატყდება ამ რეზოლუციაზე მაგალითად. ხალხი ამაზე ლაპარაკებს, მე ქართულ ოცნება გამოვიდას რამე კონტრარგუმენტი, სიტყვის რა აბატკიცებელი მომენტი თუ არაფერი არ იქნება, დასრულდება და დაიწყება შემდეგი. დაიდო მაგალითად გაიხსენეს ოსალივანის განმეორებული 29 ოქტომბრის დათარიღებული 4 წელია, ხო? სადაც მადლობას უხდი საქართველოს. 3 წელია ომი მიდის ფაქტობრივად და 3 წელია ამაზე საუბარი მიდის და მტკიცებულება არ დაიდო. რა საჭიროა ეხლა ამ თემის წამოწევა, მით უმეტეს როცა ომი ღმერთს მოხდას მთავრდება, კონკრეტულად სერიოზული შანსი რომ დამთავრდეს და სანქციები საერთოდ მოიხსნება, ხო? ანუ ყველაზე არამნიშვნელოვანი არგუმენტი ეხლა ამ მომენტში. მე მგონი ევროპელებსაც დიდად არ აღელვებს ეს სანქციების ამბავი. უკვე აღარავის ლაპარაკობს ამ სანქციებზე, იმიტომ რომ ყველაფერი მიდის კონცენტრირებული არიან ომის დასრულებაზე. ხო და ამიტომ ისევ და ისევ აი წამოვიდეთ ჩვენ ქვეყანაში უამრავი პრობლემა გვაქვს. განათლების რეფორმა იწყება, იქ რა საარჩევნო კოდექსის რეფორმა იწყება და ყველა თემაზე ერთკვირიანი ყვირილის მიქეთ არაფერი არ ხდება. სოციალური პრობლემები თუ უამრავი რა თქმა უნდა. და იმის ასად რომ მართლა სერიოზულად რამეზე ვილაპარაკოთ, რაღაც გავარჩიოთ, ამორჩეულს გავაგებინოთ, განსხვავებული აზრი იწყება რაღაც ასეთი მეორე ხარისხოვანი ინფორმაციაზე აწყობილი რაღაც პოზიცია, რომელსაც არაფერი გავლენა არ ექნება. სამყარო დამიჯერეთ აი მაყურებელი ერთკვირა და ყველას დავიწყდება ეს რეზოლუცია. ხო, მაგრამ ის თქვათ კრიტიკა რაც ისმის კონკრეტული ქვეყნის ლიდერებისგან, ევროპარლამენტარების ნაწილისგან, ევრობიუროკრატების ნაწილისგან, აი და ეს ხდება იმ პირობებში, როცა ყველას გვახსოვს მაგალითად თუნდაც იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნების სკანდალი, ხომ? აი ამ სკანდალის პარალელურად მაშინ როდესაც ჩვენ გთხოვდნენ რომ იგივე თუნდაც ჩვენს გლეხს არ გაეტანა ღვინო, არ გაეტანა თხილი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ამ პროცესებში, როდესაც აი ესეთი მძიმე ბრალდება მოდის საქართველოს კენ, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლით რაღაცებს ცდილობს რომ გაიტანოს რუსეთში. ამ პირობებში როგორი უნდა იყოს ხელისუფლების პასუხი? თქვენ რას იზამთით ხელისუფლებას? ჩემი აზრით ამ შემთხვევაში ხელისუფლება უბრალოდ უნდა ყოფილიყო პროდასავლური. ანუ მთელი პრობლემა ჩვენი ხელისუფლების არის ის რომ მას არ უნდა დასავლეთი, იმიტომ რომ დასავლეთი სრულყაი რო უნდოდეს ამ ბევრს კი არ ილაპარაკებდა რა deep state-ზე რომელსაც ევროპა მართავს, არამედ მართლა რეფორმას ჩაატარებდა, მართლა გვექნებოდა სასამართლო წესიერი, მართლა გვექნებოდა საკუთრება დაცული. და ევროპელებს როგორც ევროპელი დაელაპარაკებოდა. იდენტურ, როდესაც იღებენ იდენტურ, თქვათ, კანონმდებლობას კონკრეტულ შემთხვევებში, მაინც მოდის იქიდან კრიტიკა და არის პოზიცია რომ ან უნდა გააუქმო. იცით რა არის ევროპის თავარი ძალა და დამახასიათებელი არის მრავალფეროვნება. საბერძნეთი ძალიან გასხვავდა შვედეთისგან, შვედეთის პორტუგალიისგან. საერთოდ ძალიან ცოტა აქვს ამ ქვეყანას. მაგრამ ქართული ოცნება უყურებს ამ მრავალფეროვნებას, აიღებს ყველაზე ცუდ მაგალითს რაღაც გაკეთებას, როგორც მაგალითად რა ვიცი, ინგლისის BBC-ის შემთხვევაში რაღაც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და ამბობს რომ ამას ვაკოპირებო, მაგრამ არ დააკოპირებს გერმანულ სასამართლოს. აი გერმანულ რაღაც ულაზურ რეგულაციას დააკოპირებს თუნდაც საარჩევნო კოდექსში, მაგრამ აი გერმანიაში საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხს არ დააკოპირებს. შეიძლება შეკითხვა რომ თუ შეიძლება რომ ეს კანონები მოქმედებდეს ევროპულ ქვეყნებში, რატომ არ შეიძლება რომ იმიტომ რომ აი წამოგიდგენს ერთი და იგივე კანონი, რომელიც შეიძლება იყოს ზუსტად იდენტური კანონი გერმანიაში და საქართველოში, შეიძლება საქართველოში იყოს ბერად რეპრესიული, იმიტომ რომ არ გაქვს სასამართლო კონტროლი. თუ სასამართლო მიკერძოებულია და კონტროლირებადია, ერთი და იგივე ჯარიმა, რომელიც შეიძლება გამოუწეროს მოქალაქეს, თქვა პოლიციელმა, გერმანიაში შეიძლება გაასაჭირო და თავი დაიცვა და აქ ამის შანსი შეიძლება არ კონდეს. ამიტომ ერთი კანონი ცალკე აღებული არ არის მნიშვნელოვანი. გადაწყვეტილებები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელსაც ოპოზიცია ზოგჯერ იწონებს, ზოგჯერ არ იწონებს. ესეც ხომ ფაქტია. არა, ნუ ეხლა მე მგონი არავინ ჭიშკერს არ აყენებს იმ ფაქტს, რომ სასამართლო კონტროლირებადია ჩვენ თავრობის მიერ. უბრალოდ ასეთი არც მე მგონი ქართულ ოცნებაში არ მოიძებნება გულწრფელი საუბრისთვის. მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილებებიც ხომ არსებობს იმ თემებთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით და იმ საკითხებთან. მაგრამ სტრასბურგი სხვა რაღაცას საქართველოში არსებობს. სტრასბურგი სხვა რაღაცას ზოგადად ამოწმებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს, მაგრამ არ ამოწმებს პოლიტიკურ მიკერძოებულობას. მაგალითად, როცა ორი ბიზნესმენი დაოს ერთმანეთში
და ერთ ხარეს არის მთავრობა და ის ბიზნესმენი წააგებს და ჯარიმას მიიღებს. აქ ხო არანაირი ადამიანის უფლების დარღვევა არ გამოიკვეთება, მაგრამ ეს იქნება მიკერძებული პოლიტიზებული სასამართლო. როცა პოლიციელი ვიღაცას სასამართლოს ვიღაცა მაგალითად პოლიციელი რო დააჯარიმოს ქუჩაში, შეიძლება მართლა პოლიციელმა ვიღაც დააჯარიმოს ქუჩაში. შეიძლება მართლა დასაჯარიმებელი იყო, ზუსტად იგივენერეს არ დააჯარიმებს, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან შეკრულია ან არ დაიჭერს. ამას ხო სტრასბურგი არ განიხილავს. მაგრამ ჩვენ ამას ხო ყოველდღიურად ვხედავთ. ამიტომ საბოლოო ჯამში სტრასბურგის სხვა კრიტერიუმია, კარგია რომ ზოგადად რომ ქართული ოცნების მმართველობა ნაკლებად რეპრესიული რაღაც მიმართულებით, ვიდრე მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, იმიტომ რომ სტრასბურგში ნაკლები საქმე მიდის ზოგადად და ნაკლები საქმეს აგებს საქართველოს მთავრობა, მაგრამ ეს სხვა კრიტერიუმია, ხვდებით, მაგრამ ის მოთხოვნა გაქვთ უფრო მეტი, რომ უფრო გასაგებია. მე მინდა გითხრათ, რომ არ არის მაჩვენებელი ის, რომ რაღაც ცუდი კანონი რო ევროპაში არის და საქართველოს ოცნებს დააკოპირა, ეს არის ევროპულობა. ევროპულობა ზოგადად გას სასამართლოზე, საკუთრებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ამ შემდეგ. მაგრამ თითოეულ ევროპულ ქვეყანაში არის ბევრი ცუდი კანონიც, რომელიც ზოგჯერ სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავს, ზოგჯერ სასამართლოს, მაგრამ ქართულოს ნება ამერობ და ყველაზე ცუდ კანონებს აკოპირებს და ყველაზე კარგს არ აკოპირებს. და მე უკვე რატომ გვაკრიტიკებენო, ნუ ეხა კი ბატონო დააკოპირე ის რაღაც გამჭვირვალობის კანონი რო დაარქვეს NGO-ების შეზღუდვა, მაგრამ მოდი სასამართლო რეფორმა ჩაატარე, რომ რამე რო იყოს NGO-მ სასამართლოში წავიდეს და იქ დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ სასამართლო რეფორმა ხო არ ჩაუტარებია ქართულოს ნებას. აი ხო ვერსი გაიხსენებთ, რომ მართლა სერიოზული რეფორმა ჩატარებული იყო. აი მურუსიძე ხო ზის სასამართლოში, ბოლოს და ბოლოს მიშას მურუსიძე ხო ზის სასამართლოში. ანუ უნდა გაეგდოთ ამას უნდა გაეთავისუფლებინათ სრულად. როგორ შეიძლება მურუსიძე მუშავია იმ პერიოდში სასამართლოს? საერთოდ თავიდან სხვა უნდა აეწყოთ. იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ სასამართლოს არ აქვს უნარი, ავტორიტეტი, რომ რაიმე სერიოზული საქმე გაარჩიოს. რომელიც საქმე გახსენდებათ, გახმაურებული, რომელსაც სასამართლოში მივიდა და მოგვარდა. ანუ მაგრამ გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა ხომ არსებობს, რაც თავისთავად ცხადია რომ არის ინდიკატორი ამ სისტემის მუშაობის. ნაკლებად რეპრესიულია, მაგრამ ზოგადად შეიძლება სისტემა ნაკლებად რეპრესიული იყოს, მაგრამ ამდენი პოლიტიზირებული საქმე გახსოვთ, სადაც მოქალაქე მოუგო მთავრობას. სადაც მაგალითად ოპოზიციური ლიდერი იყო მხარე და გაიმარჯვა და დაამარცხა. აი თუნდაც რა სისულელე რაღაცაზე ზის ხალხი, შეიძლება მე არც ერთი მათგანი არ მომწონს საერთოდ, მაგრამ ზოგადად რა უაზრობაზე ზიან ისინი ციხეში, რომელიც კომისიაზე რო არ მივიდნენ. როგორ შეიძლება მაგას საერთოდ ციხეში იჯდეს ადამიანი? აი უბრალოდ იმიტომ რომ ლაპარაკზე უარი თქვა, შეიძლება პოლიტიკურად სულად მოიქცა და არასწორად, მაგრამ ციხეში როგორ შეიძლება ამის გამოჩას? გასაგებია თქვენი პოზიცია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ საპარლამენტო იგი არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობოებს და ვიზიტის შემდეგ გააკეთეს საკმაოდ მძიმე განცხადებები, მოითხოვეს კანონების გაუქმება, პოლიტიკური ნიშნის დევნაზე საუბრობდნენ და დიქტატურის დამყარებაზე. თუმცა ურეაქციო და უპასუხოდ რჩება მოთხოვნა, ერთ-ერთი მოთხოვნა, მართველი გუნდის მოთხოვნას გულისხმობ ამ შემთხვევაში 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობასთან დაკავშირებით. რა არის როგორ ფიქრობთ ევრობიუროკრატების დუმილის მიზეზი აი ამ ნაწილში? ну მე ხა მათთან სულ ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ზოგადად მე დავაკვირდი, რომ ევროპული დიპლომატები, ზოგადად დასავლური დიპლომატები ძალიან სულად ინფორმირებული არიან ჩვენ ქვეყანაზე. მათ შორის ელჩების კი რომელიც აქ მუშაობენ, ხშირად ვერც კი ხვდებიან აქ რა ხდება. რა პოლიტიკური თამაშია. ისეთ ნაბიჯებს განცხადებას აკეთებენ, რომელიც შეიძლება ზედაპირულად ოპოზიციის სასარგებლო იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ოპოზიციას აზიანებს. და ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ როცა ჩვენ ხვდებით დიპლომატებს და ველაპარაკებით, ჩვენ ამ არაინფორმირებულობას ხშირად ხედავთ კიდეც და ვცდილობთ რა უხსნათ, რომ ასე არის აქ თამაში მოწყობილი. ამ შემთხვევაში აი რა ნაწილში? აი ამ შემთხვევაში ახლა წამოიდგინეთ 4 ოქტომბერი იყო, აი რაღაცა კლოუნადა იყო მოწყობილი, რომელსაც კიდე რის გამოც შეიძლება ადამიანები უდანაშაულო ადამიანები ციხეში ზიან, ვინც აყვა ამ კლოუნადას. და ეს კლოუნადა არ შეიძლება მართლა არ ყოფილიყო შემჩნეული. არ შეიძლება ვინმე ადამიანს თუ ევროპელს, რომელსაც გული შესტკივა ჩვენ ქვეყანაზე, ან რაღაც აინტერესებს ჩვენ ქვეყანაზე, ან რამე პოლიტიკური თუ რაღაც ინტერესი გააჩნია და რაღაც გაგებით ოპოზიციას ელაპარაკება, არ მოსთხოვოს პასუხი კითხვაზე რა გააკეთეთ. როგორ შეიძლება თუ პარტნიორები ხართ მაგალითად აი თუნდაც IPP-ის დონეზე ნაციონალურ მოძრაობასთან შენი პარტნიორი აწყობს რაღაც რევოლუციას ქვეყანაში არ უნდა კითხო რა რევოლუცია იყოს ეთი რატომ მოაწყო მშვიდობიან დამხობას როგორც თავად მშვიდობიანი დამხობა რო დაარქვეს ამიტომ უნდა მოსთხოვო პასუხი რომ აი ეს უაზრობა როგორ მოიგონეს აი ეს ხო ბუნებრივი ამბავია ჩვენ რომ მოგვეწყო რაღაც ამდაგვარი თქვა აქცია ან რაღაც იდეა გქონოდა და ჩვენ ნაცნობ პარლამენტარებს ევროპიდან დაერეკათ და მოეწრათ რა სანდრო რა დამხობას აკეთებდო მე რომ არაფერი არ მიპასუხა ეს ნორმალური იქნებოდა ხო ალბათ გავაფუჭებდი ურთიერთობას ამ ადამიანებთან და ამიტომ სინამდვილეში
უპირველესში აი ამ რაღაც უცნაურობით, კლოუნადის იგნორირებით, ქართულ ოცნებას არგუმენტი უშდებათ, აგერ დამხობა ჰქონდა და არ გვაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ სიამოვნებაში რომ ევროპელები დაინტერესებული იყვნენ, აღმოაჩნდნენ რომ ნაციონალურ მოძრაობა ან კლოუნადა მოაწყო თვითონ, ან ქართულ ოცნებათა შეთანხმებულად მოაწყო ისეთი ამბავი, რომელიც გადაფარა თვითონ არჩევნების თემად და ქართულ ოცნებას დაეხმარა არჩევნებში წყარად მოიგო. და შემდეგ გადავით რომ ქართულ ოცნებამ არჩევნებში წყარად მიიღო რამის 70-80% და ნაციონალურ მოძრაობა და მასთან აფილირებული პარტიები ფაქტობრივად გახდნენ პოლიტიკური ველიდან. და როგორ შეიძლება ეს არ იყოს ევროპელების საინტერესო საქართველოს მნიშვნელოვანი. იმიტომ კი არა რომ ქართულ ოცნებამ ამბობს რომ დაგმეთ დამხობა, დაგმონ რა ვიცი ვის მოეწონებოდა ის რაღაც უცნაური ქმედება რაც იმ რაღაც 10 ადამიანმა გააკეთა პრეზიდენტის სასახლესთან, მაგრამ შინაარსობრივად ეს ხო ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. ოპოზიციის დისკრედიტაციის გაკეთებული ნაბიჯი იყო. არ ფიქრობენ თავად ასე, ანუ თქვენ საუბრიდან გამომდინარე ოპოზიცია მოქმედებდა ოპოზიციის წინააღმდეგ, საკუთარი თავების წინააღმდეგ. ოპოზიციის ნაწილი ნამდვილად მოქმედებდა ზოგადად ოპოზიციის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამან გადაფარა არჩევნების თემა. მიზანი რა იყო, ანუ აი ეს მაინტერესებს. აი ეს იყო მიზანი, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას წყნარავ შვიდად, მათ შორის ქალაქებში, დიდ ქალაქებში. ანუ გარიგებული იყო ოცნებასთან ოპოზიცია, ქმედების საფუძველზე. ზოგჯერ ძალიან რთულია დაეჯერო რამდენად სულელები არიან. თუ ამდენად სულელები არიან, შეიძლება, მაგრამ აი რთულად დაჯერებადია, იმიტომ რომ მაგალითისთვის მთელი 1-2 თვე როცა კითხვა იყო, რას აპირებთ, რა გეგმა გაქვთ და არ საუბრობდნენ. არ საუბრობდნენ და არამედ არ ეკითხებოდა. არც ერთ ოპოზიციურ ტელევიზიაში, მათ შორის მათ ტელევიზიაზე კითხვა რო არ დასვა ასაკან ჟურნალისტმა. როგორ დავიჯერო რომ ყველა ამდენი სულელი არ საუბრობდნენ ამაზე, არ საუბრობდნენ გეგმებზე, ამბობდნენ რომ არიციან არ არიან ინფორმირებულები. კი ბატონო, და თან უნდა დავიჯეროთ რომ ყველა სხვა ცხრებები თელ პოლიტიკურ პროცესს გაყვნენ. აკისრებდნენ ბურჭულაძეს. რომ ის არის ორგანიზატორი, მანიც ის დეტალები და ჩვენთან არ გავუყურებთ. აი ხო ხდებით რამდენად არასერიოზულია. დღესაც სასაცილოდ გამოიყურება ეს. აი უბრალოდ ვიღაც უდანაშაულო ხალხი არ იყო ციხეში, საერთოდ არც ვინერულებდი იმ დანარჩენ ხალხზე, ვინც იქ ხა ციხეშია, იმიტომ რომ იმსახურებენ კიდეც, იმიტომ რომ წამოიგინეთ რომ უბრალოდ ასეთი კლოუნადა მოაწყეს, ვითომ დამხობაო 500.000-ო, 300.000-ო, 200.000 კაცი შევიკრიბეთო, სადღაც მამაკაცური ზალა გვინდა წავიდეთ. აი ეს ფარსი რას მოეწყო. როგორ შეიძლება ოპოზიციის სასარგებლო იყოს? ამის ხარჯზე ქართულ ოცნებამ მოიგო არჩევნები ისე რომ აი არანაირი შანსი არ დაუტო ოპოზიციას და შეუძლია ხა თქვას რომ აი არჩევნები მოიგეო. არადა ქალაქებში რომელიც ზოგადად ოპოზიციურად განწყობილი იყო, ოპოზიციის დიდ ნაწილმა საერთოდ დაკარგა პარტიული სტრუქტურები როგორც ნაციონალურ მოძრაობამ და ეხლა ქართულ ოცნებას აქვს შესაძლებლობა თქვას რომ აი მე არჩევნები მოიგე და არანაირი ეს ვინც დარჩა ისინი არიან რევოლუციონერები და უნიჭოები და ამ შემდეგ. რაც რაღაც გამის სწორი იქნება, მაგრამ ამის პრევენცია ხო შესაძლებელი იყო? რომ კითხვებზე პასუხი გაეცა. როგორ მოხდა რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უბრალოდ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა და ცხრებივით გაყვა პატა ბურჭულაძეს. მე ვერ დავიჯერებ ასე სულელები არიან, ხვდები? თუ მაყურებელს გონია რომ სულელები არიან, კი ბატონო, შემდეგ არჩევნებზე მედია სათანადო დაშტოს გააკეთებენ, მაგრამ მე საერთოდ გონია რომ ეს ქართულ ოცნებას შედახმებული იყო. და საბოლოო ჯამში ქართულ ოცნებამ ასე ათამაშა, ასე ვთქვათ. ანუ ბოიკოტში მყოფი ნაციონალურ მოძრაობასთან არის. ნაციონალურ მოძრაობა, ნუ პირველ რიგში ახლები არიან, ჩემი აზრით, გვარამია წინა წელს 40 მილიონი იშოვა წინა არჩევნებზე, ჩვენ ქვეყანაში 40 მილიონი იშოვა არჩევნებისთვის და არაფერი არ დაგემართოს, როცა ანტიკორუფციული ბიურო ჩვენ ნებისმიერ ჩემ თეთრს ამოწმებს, ჩემ და ჩემი ოჯახის და ყველა ჩვენი ჩემი მეგობრის თანაპარტიელის ამ ვითარებაში 40 მილიონი იშოვა საარჩევნო კამპანიის და ერთმა ფიქტიური ჩარიცხვებით 60-60.000 უმუშევარი ადამიანების და არავის ყურადღება არ მიაქციოს, როგორ დავიჯერო ეს ნორმალური იყოს. და მე ვინც მინახია ოპოზიციონერი, ყველა დარწმუნებულია რომ გვარამია ბიზნესგან აიღო ფული. და ეს მოხდა ამ წუთას და ამათი რამდენიმე კვირის წინ მოწყობილი მშვიდობიანი დამხობა ნამდვილი იყო თქვენი აზრით? გვარამიას ხათშერს ითხოვს რომ დაივიწყოს ოპოზიციამ 4 ოქტომბერი და გადაფურცლოს. ხადია და მე მგონი ზოგადად თავარი შემოქმედია, შეიძლება ვიღაცების სულები იყვნენ, ვიღაცა შიშრები იყვნენ, ვიღაცა ცხრებით გაყვა ვიღაცას, მაგრამ აი ახლების მიმართ მე აბსოლუტურად არანაირი მეორე ახსნა არ მაქვს, გადაიწყო შეთანხმებულები იყვნენ ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ ფაქტები არსებობს ბოლოს და ბოლოს. თქვენივე ტელევიზიის ეთერში ნიკა მელია ვერ პასუხობდა მარტივ კითხვას, საიდან მოიტანა ფული. საჯარო ცნობილი პრობლემაა. ჩვენი ყოველთვიური დაფინანსება საჯაროა, ჩვენ საერთოდ ადამიანს შევიდეს ნახავს თელ ჩვენ ფინანსებს 19 წლიდან მოყოლებული. და გვარამიას რო დაუჯერო რუსული რეჟიმია, ტირანია, დიქტატურა და თან 40 მილიონი აქვს არჩევნებისთვის რომ ნაციონალურ მოძრაობას ხმები წაართვას და მე მანდატები არ მისცეს, პარლამენტიდან გაიყვანოს, ბოიკოტში გაიყვანოს და ეს სულად გაანადგუროს. გასაგებია კიდევ ერთი საკითხი და შემდეგ დაგემშვიდობებით. საფრანგეთის ახლად დანიშნული ელჩი სანდროს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენელსაც შეხვდა. გირჩები არ იმყოფებოდით მათ შორის აი არც ამ შეხვედრაზე და ზოგადად მსგავს შეხვედრებზე გირჩები რატომღაც ვერ ხვდებით? რა არის ამის მიზეზი?
ეს ერთი და მეორე როგორ ფიქრობთ, თუნდაც იგივე საფრანგეთის ელჩი აი რა კრიტერიუმების გათვალისწინებით ირჩევს, ვის უნდა შეხვდეს და ვის არ შეხვდეს. ზოგადად მე სრული მაქვს რომ ჩვენს დაგვატეჟოს შეხვედრაზე, მე არ ვიცი რა საჭიროა რაღაც ბინაში შეხვედრა, შეიძლება საელჩოში მივალ შუა დაველაპარაკებით ჩვენ ოფისში დავპატიჟებთ თუ საჭიროა. მე არ მაქვს პრობლემა დიპლომატებთან კომუნიკაციის, მაგრამ ეს უნდა აღინიშნოს, რომ აი რაც მე უკვე ვთქვი, რომ დიპლომატები ძალიან სწორად ინფორმირებულები არიან ჩვენ ქვეყანას. როცა ჩვენს გვაქვს ახლა ცალკეულ დიპლომატებთან შეხვედრები და მათ შორის ელჩებთან და ხვდებით ხოლმე, რომ უბრალოდ აზზე არიან რა ხდება. მართლა ვერ ხვდებიან. იმიტომ რომ მათი შეფასებები, მათ შორის რომელი ოპოზიციური პარტია რას წარმოადგენს, ვინ რა პოზიციაზეა, ზოგჯერ ხდება რომ შეუძლებელია. არიციან თუ მათთვის მომგებიანი არის აი ამ ფორმით პოზიციონირება, რომ თითქოს სრულად არ არიან. როგორ გითხრათ, აი რა საჭიროა, რა საჭიროა, ასეთი უსწავლო შეხვედრები მოაწყო ბოლოს და ბოლოს. გერმანიის ელჩმა მაგალითად არ იცის რომ აქციაზე მიდის. არა, დარწმუნებული ვიცი, ხადია გერმანიაში ამ კონკრეტული პოზიცია აქვს ვიწრო პარტიული დაკავებული და ეს თავისთავად უცნაურად გამოიყურება. რა საჭიროა, აი მართლა ნებისმიერი დიპლომატი გეტყვის, რომ სხვა ქვეყანაში ჩადიხარ, არა თუ ოპოზიციის ხარდაჭერი, არამედ ძალიან კონკრეტული ვიწრო პარტიული იმ აქციაზე ლელოს არ დადის და გახარიაც არ დადის. აი ფაქტობრივად უჭერს ახლებს და ნაციონალურ მოძრაობას ხარს თავისი ქმედები და რა საჭიროა. ხომ ამიტომ ჩდება შეკითხვა, როდესაც ამბობთ, რომ ელჩები არ არიან სრულად და კარგად ინფორმირებული. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს მათთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისეთი ნაბიჯები, რომელიც მათ არ აწყობთ, რა საჭიროა ეს? თორე ისე კი ბატონო, შეიძლება ივარაუდო, რომ მაინდა-მაინც ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ბევრი ხარდაჭერი ელჩი ყავს, მაგრამ სიამდვილეში არ მგონია რომ ასე იყოს. უბრალოდ ვინაიდან სრულად ინფორმირებულები არიან, გონიათ რომ ეს რაღაც მორიგი რიგითი პროტესტია და ხალხს შეიძლება ხარდაჭერა გამოუცხადოს, მაგრამ ეს კონკრეტულად ვიწრო პარტიული პროტესტია. და თუ ვიწრო პარტიული პროტესტს უჭერ ხარს, მაშინ კონკრეტულ პარტიებს უჭერ ხარს. მე მგონია ელჩს არ შეეფერება ზოგადად. და ასეთი შეცდომები ბევრი იყო. ძალიან ბევრი იყო, ძალიან ბევრი ელჩის მხრიდან და ამან უფრო სახელი გაუტეხა ევროპას და ამერიკას და ზოგადად დასავლეთს, ვიდრე ის რომ მაგალითად ელემენტარულად შეგახსენეთ ჩვენ მაგალითად გაგვიფუჭდა ძალიან ურთიერთობა, როცა გენდერული კვოტები რო გავაუქმეთ პარლამენტში. და მახსოვს ერთ-ერთმა ელჩმა, ესე ვთქვათ, უარი მითხრა შეხვედრაზე, რომ აი ამ ამბავს. ხო, იმიტომ რომ აი წარმოგიდგენთ რომ ელჩის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ქვეყანაში ყავს გენდერული კვოტები. მეტი პრობლემა არ ქონდა? ხო და აი როცა ასეთი მიკერძოებული ძალიან იდეოლოგიური პოზიციით მოდის კი ბატონო ჩვენ NGO-ების გვეუბნებოდნენ რომ დიპლომატებს ვერ შეხვდებით და რაღაც ერთ-ერთი ის იყო მაგრამ ეს ხლელში საქმე არის დასავლეთი ხო არის გენდერული კვოტები დასავლეთი ხო არის რაღაც LGBT უფლებები დასავლეთი არის სასამართლო კერძო საკუთრება და ასე შემდეგ და იმისასაც რომ ეს დიპლომატიური კორპუსი იყოს ამ დასავლური ნამდვილი ღირებულებების დამცველი ჩვენ ქვეყანაში, მათ ხშირად ქონდა ძალიან ვიწრო იდეოლოგიური ამ შემთხვევაში რაღაც პარტიული პოზიცია, რაც უბრალოდ საბოლოოში დასავლეთს აზიანებს, დასავლეთის რეპუტაციას აზიანებს, თორე რა ვიცი, ელჩები მიდიან და მოდიან. ერთი ელჩი, წინა ელჩი გერმანიის ქართულოსნების მხარდამჭერი იყო, ღიად ქართულოსნებს უჭერდა მხარს. ეხლა ასეთი ელჩია, რომელიც ოპოზიციას უჭერს მხარს. მოვა ახალი ელჩი, შეიძლება ისევ ქართულოსნების მხარდამჭერი აღმოჩნდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს აი ეს ამბავი, რომ ეს ელჩები თავისას უფლებას აძლევენ რაც ვიწრო იდეოლოგიური პოზიცია დაიკავონ მე მგონი უფრო არაკომპეტენტურობაზე უფრო მეტყოლებს ხშირად ვიდრე იმაზე რომ ეს რაღაც გრანდიოზული ჩანაფიქრია იმიტომ რომ მათ რომ მართლა მიზანი ქონდეთ ქართულოსნება დაეზიანებინათ ასეთ ნაბიჯს ხوار გადადგავდნენ ხო არ მისცემდნენ სწავლობს ქართულოსნებას აი ისეთი ფაქტი დაედოთ რომელიც არაკომპეტენტურობაზე მეტყოლებს ზოგადად რომ ჩვენ მაშინ გერმანიაში საუბრობდით ასეთ რაღაცაზე ყველა გაუქმებული იყო როგორ შეიძლება ელჩი ასე იქცეოდეს მადლობა ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე რაქვიაშვილი გირჩის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და პასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს